მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა მოქალაქის ხმა და მე მის წამყვანი აკაკი ველთაური გახლავართ. როგორც ყოველთვის ვიტყვით, რომ თავისუფლება ქალბატონ მზია ამაღლობელს, ყველა პოლიტპატიმარს, ყველა სინდისის პატიმარს იმ უწვერო ბიჭებს, რომელიც ძალიან გმირულად იქცევიან და არანაირ გარიგებაზე არ წავიდნენ ხელისუფლებასთან, ეს ნამდვილი დიდი გმირობაა და დიდი მადლობა მათ და ძალიან დიდ ძალას და ენერგიას გვაძლევენ. ჩემი მხარდაჭერა რუსთაველის გამზირს ამ ბუნებრივად ჩამოყალიბებულ მოძრაობას და დიდი სიყვარული. ჩვენ სულ ვამბობდით თუ დააკვირდებით ჩემ გადაცემებს, რომ ისე სწრაფად მიდიან და ისეთ უაზრო რაღაცებს აკეთებენ, ჩვენ ვეღარ ვეწევით უბრალოდ. ანუ ყველა სექტორი და ეხლა დღეს უკვე მიადგნენ განათლებას, რომელიც არის თავარი ძალღონე ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის, ჩვენი განვითარების და მე მინდა ჩვენი ერის მამის ილია ჭავჭავაძის პატარა ციტატა წაიკითხოთ თუ რა მნიშვნელობაა განათლებას და რა არის იგი საერთოდ და რასთან გვაქვს საქმე. დღეს ჩვენშიაც კი ბევრი არ არის ადამიანი იმისთანა კაცი რომ არ იცოდეს რა კარგი რამ არის ცოდნა, სწავლა და განათლება. კარგი რამ არის, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ მეტად ფეხმოკლედ გვესმის ეს სიკარგე ცოდნისა და სწავლა განათლებისა. ჩვენ იგი მოგწონს როგორც ისეთი მორთულობა, იმისთანა სამკაული, რომლისოდაც ადამიანს შეუძლიან ასე თუ ისე ცხოვრების გზა დახლიოს. იოლად გამოვიდეს ხალხსა და ქვეყანაში. ერთი სიტყვით, რომლისოდაც არცა შია, კაც და არცა ცივა. ამის გამო ცოდნის არქონას ისე უყურებთ, როგორც არქონას მორთულობისას, სამკაულისას, რომელიც თუ არის ხომ კარგი, თუ არა და არ ღირს ამისათვის კაცმა თავი შეიწუხოს. ასე ახსნილი და გაგებული სწორედ ცოდნისა და სწავლა განათლების შეგინება და გაუპატიურებაა. ცოტა ქვევით, იქვე როცა ლაპარაკობს, აი ესეთ რამეს ამატებს ჩვენი ერის მამა. ტყუილი ჩივილია, ტყუილი ტირილია, უფულობისა, უქონლობისა. უნდა ვტიროდეთ და ვჩიოდეთ უცოდინრობას, უვიცობას, იმიტომ რომ სათავე და მიზეზთა მიზეზი ყოველ უბედურობისა, ეგ უვიცობა, ეგ ცოდნის უქონლობაა. აქედან ჩვენ კარგად ხედავთ, რომ განათლება არის ეს ყველაფრის, რაც ჩვენ ახლა გვემართება, ჩვენი უცოდინრობის და გაუნათლებლობის ბრალია. ახლა ვის უნდა მოსვლოდა წინააღმდეგ შემთხვევაში თავში, ესეთი სირეგვენე, რომ 104 წლის უნივერსიტეტი გააუქმო, შეუერთო მეორე უნივერსიტეტს და ამის არანაირი საფუძველი და საბაბი არ კონდეს და არც აკადემიურ წრესთან შელობისას გამოიტანო ეს აზრი, არც პროფესორებს კითხო, არც ლექტორებს კითხო, არც ამის სპეციალისტებს და ვიღაც ნაცევიდან გადმოსული და მოსული მიქანაძე, რომელიც გამყიდველია რა თქმა უნდა თავისთავად, აზრს დაეყნოს ასეთი სათუთი თემა და ასეთი ერის მართლაც განძი მიაბარო აი ამ ადამიანს. ჩვენ ახლა სტუდიაში ორი სტუმარი გვყავს, ბატონებო, ეს გახლავთ სტუდენტი ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ბაჩო თაბაგარი და ბატონი შალვა შანიძე, იურისტი, ყოფილი პოლიტპატიმარი, კანონიერი ხელისუფლების ეროვნული გვარდიის მაიორი. დღეს ვიცით რომ 2 საათიდან ტექნიკური უნივერსიტეტის წინ მიმდინარეობს აქცია. მას შეუერთდა ყველა ვინც დაამთავრა ეს ინსტიტუტი, ტექნიკური ინსტიტუტი. ვიცი რომ ქალბატონი ირმაციკ არის, აქ უკვე აზრი არ აქვს ვინ რა პარტიაში ვართ, რას წარმოადგენთ, ეს ისეთი თემა არის რომ ყველა მათ შორის ისინი ვინც ამ უაზრო ხალხს უჭერს მხარს, ისინიც კი უნდა გამოვიდნენ, იმიტომ რომ ეს არის ზეპარტიული, საერთოდ ძალიან ღრმა ეროვნული საკითხი და აქედან გამომდინარე ეს ეკუთვნის ყველას. და რაღაც ყველას ეკუთვნის, აქ სხვა ნიშნები უნდა იყოს წაშლილი და მხოლოდ იმით, რომ მოქალაქე ვარ საქართველოსი, მე უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი და აქ მე მგონი ყველაფერი გარკვეულია. პირველ კითხვას გადავალ ბატონ ბაჩოსთან, რომელიც პირდაპირ სტუდენტია დღეს ამ უნივერსიტეტის და
ჩემზე უკეთ მოიხსენება მას რა ხდება ახლა იქ, როგორ განიცდიან სტუდენტები, დაუშვათ ლექტორები. იმასაც ხედავ, რომ არიან იქ ისეთი სუპიჭამიას ეძახი მაქვს ლექტორებიც, რომელიც რაღაცნაირად რაცა უნდა მოხდეს მაინც რომ ბიძინას დაიყვირებენ და მოდი შიგნიდან დაგვანახე ახლა ბაჭო ბატონო რა ხდება პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით ბატონო აკაკი, მივესალმებით ტელემაყურებლებს. დღეს ჩატარდა აქცია, 2 საათიდან მიმდინარეობს აქცია და თითოეული ჩვენთაგანი ვაპროტესტებთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შეერთებას. ჩატარდა აკადემიური საბჭო, სადაც ვესწრებოდი სტუდენტის თანაწილიც 11-ვე ფაკულტეტზე და 11-ვე ფაკულტეტიდან გამოვიდა ერთი დასკვნა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით შეერთებას, რადგან ეს გამოიწვევს ჩვენი იდენტობის წაშლას და იმ ისტორიის გაუქმებას და განადგურებას სამწუხაროდ, რომელთაც ასე ძალიან ვამაყობთ. დღეს აქციაზე ასე თუ ისე ხალხი მოვიდა, მაგრამ ძალიან სამარცხვინო არის ერთი ფაქტი, 24,000 კაციან უნივერსიტეტიდან, რომ 1000 კაცს ვერ გაცდება მოსულთა რიცხვი. ეს სტუდენტების სტუდენტები ყავს 24,000-ზე მეტი მოქმედი. დიახ. და აქ ნაწილიდან ძალიან ცოტა ადამიანს აწუხებს, როგორც ჩანს, რადგან ძალიან ცოტა ადამიანი გამოდის და აპროტესტებს. ლექტორები, აკადემიური ხალხი თითქმის ყველა გამოდის, არის, აპროტესტებენ, მაგრამ იყო შემთხვევები, ადამიანები, რომლებიც საჯაროდ საუბრობდნენ ამ თემაზე, უბრალოდ გაქრნენ. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს, მაგრამ დღეს თქვენ რითი ახსნით მაგალითად სტუდენტები როგორ უყურებთ რომ აი თქვენთან იყო და დღეს რო არ არის ჩემი მარტივი მოსაზრება დააწინაურეს ხთამი აიღეს რა ხდება არა უბრალოდ შეიძლება დააშინეს სავარაუდოდ დააშინეს ჩემი მოსაზრება არის ეს რამაც გამოიწვია სტუდენტების ნაკლებობაც რადგან როდესაც ლექტორი გვერდში გიდგას და მოგიწოდებს რომ გამოდი ერთად ვიყოთ პირველად მოტივირებული ხარ მაგრამ არ მესმის მარტივი რაღაც ქართველს ჩემი აზრით ნამდვილ ქართველს შიში არ აქვს. და მით უმეტეს სტუდენტს რომელსაც ეშინია გამოსვლის აზრის დაფიქსირების არ წარმომიდგენია მან როგორ უნდა მიიღოს ქვეყნის განვითარებაში წვრილი. ჩემო ბაჭო ქართველობა ძალიან რთული საქმე გახლავს. აი თქვენ რას თქვით ახლა რომ ქართველს ეშინიაო. ალბათ არ ვართ იმ მოწოდების სიმაღლეზე, რაც ჩვენი წინაპრები იყვნენ და აქედან გამომდინარე რაღაც რა ვიცი, შიდა პრობლემებიც გვაქვს ალბათ ძალიან ბევრს. ერთ რამეს დავამატებ თქვენს მიმართვით, ჩემი აზრით განათლების სისტემაში აუცილებელია რეფორმა. რადგან ჩვენი განათლების დონე საქართველოს არის ძალიან დაბალი, მაგრამ ეს რეფორმა არ უნდა იყოს უნივერსიტეტის გაქრობა. ცინიკურად ითქვა, რომ არ არის კემბრიჯი და ჰარვარდი. შეიძლება არ არის კემბრიჯი და ჰარვარდი. ბოგმა და სისაზრძლეა მაშინ, ყველამ დაინახა ეს როგორ დასცინის თავის ქვეყანას. შეიძლება მართლაც არ არის კემბრიჯი და ჰარვარდი, მაგრამ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტები არის. მაგალითად მე ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვარ და ტექნიკურიდან წამოსული მეცნიერებმა თითქმის შექმნეს საქართველოს, შექმნეს ადრე საბჭოთა კავშირი და თლიანი შენებლობა მათი იყო და უნდა ვეცადოთ რომ დავამსგავსოთ კემბრიჯს და ჰარვარდს და არა გავანადგუროთ. გუშინდელი ვიდეოები შემხვდა, რამაც ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია ჩემში. აჩვენებდნენ ვიდეოებში თუ როგორ დაზიანებული იყო ტექნიკური უნივერსიტეტი და ბევრმა თქვა, რომ დაანგრიეთ, აღარ ჭირდება მოძველდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ბევრი ფაქტი. მაგალითად, პირველი კორპუსი ტექნიკურის ადრინდელი მთავარი კორპუსი იუნესკოს ძეგლი არის. ასევე მესამე კორპუსში სამთო გეოლოგიისა და მთისძვრადი განვითარების ფაკულტეტს ეკუთვნის, გვაქვს ორი უდიდესი მუზეუმი, ასევე შახტა, რომელიც მთელ ევროპაში არ მოიძებნება მსგავსი და სწავლება მიმდინარეობს გეოლოგების ყოველდღიურად და ასეთი უნივერსიტეტის განადგურება და ასეთი კულტურის გაქრობა ჩემთვის მიუღებელია და თავიდან ბოლომდე ვეწინააღმდეგები ამას. დამართალიც ხარ იმიტომ რომ იდენტობის დაკარგვა ბევრ რაღაცას შეცვლის დარწმუნებული ვარ. მე რამდენადაც ვიცი, შეიძლება შევცდեմ, მაგრამ არ ამგონია, მე არ მეგულება ოდნავ ფეხზე დამდგარი ქვეყანა, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტი არ იყოს ცალკე ჰუმანიტარული უნივერსიტეტებისგან დამოუკიდებლად.
ნუ ეს ძალიან ცუდი ამბავია და ყველა ვაპროტესტებთ და მეც რა თქმა უნდა გმობ ამას რომ არ შეიძლება საუკუნოვანი უნივერსიტეტი უცებ აიღო და ვიღაცის ახირების გამო რა თქმა უნდა გააუქმო დააკარგინო იდენტობა და რაღაც დიდი კორპორაცია წარმოქმნა რაღაც ურჩხული რომ მე კარგად მართო და ნუ ეხლა ბაღებს მართავენ ბავშვებს ყველაფერს პარავენ ჯანდაცვაში ყველაფერს პარავენ ინფრასტრუქტურაში ყველაფერი იპარება ნუ ალბათ დარჩა უნივერსიტეტი და დარჩა მის შენობა ნაგებობები და ეხლა ის უნდათ რომ გაძარცონ მეტი რა უნდა ვიფიქროთ ხო იმიტომ რომ ტოტალური როა და სისტემური როა კორუფცია თვითონ დაამტკიცეს აი ვარკეთილის მეტროსი არ იყოს 9 წელი რო ერთ სადგურს აკეთებ ადამიანურ რაღაც კაპიტალურს კი არა პატარა პლასტიკურ რემონტს უკეთებ და 9 წელი მოუნდები ხო უნდა გესმოდეს კაცო ქართველი რო ხარ და ეს ქვეყანა თუ გიყვარსო უნა რო ხარ უნიჭო ხარ და წადი რა იმას მიეცი გასაქანი ვისაც ამის უნარი აქვს ამის ნიჭი აქვს და ვინც ამას გააკეთებს ოპტიმალურ ვადებში და არ აწამებს თავის ხალხს და კიდე მეცაზრუნავს არ დაუმატებს მოკლედ ნუ ყველა მხრიდან სერიოზული პრობლემებია ეხლა ჩვენ ხედავთ ხო კორუფცია ვთქვით აგერ ემიგრანტებს ხმა წაართვეს ანუ მოქალაქეობის მთავარი შემადგენელი ნაწილი ბევრი რაღაცები და მე ვფიქრობ ეს დღეს არ დაწყებულა როგორც აგერ კანონიერმა ხელისუფლებამ 5 სექტემბერს აღადგინა თავისთავი იმიტომ რომ უყურა რომ 9 თვე ხალხი მხოლოდ ორ მოთხოვნა მეც 28 ნოემბრიდან იქავარ და მხოლოდ ორი მოთხოვნა ქონდა ხალხს რომ გაანთავისუფლეთ ყოები და ჩანიშნე არჩევნები ხო და ამიდან გამომდინარე გადაწყვიტა უზენაესმა საბჭომ რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა რომელმაც კაკებესაც მოუგო რუსეთის დაამარცხა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფლები ყოფილიყავით აღიდგინა თავი და გამოაცხადა ზუსტად არჩევნები, რომელშიც თვითონაც არ მონაწილეობს. გახსნა პლატფორმა, გახსნა შესაძლებლობები, მოვბრძანდით ბატონო და მე არ მონაწილეობ, მაგრამ მაქვს უფლება ამის გავაკეთო და რა ვიცი, ახლა ამაზე საუკეთესო ვარიანტი რა უნდა იყოს და თან ამავე დროს ამბობს, რომ აუცილებლად უნდა იყოს აი ზუსტად იმ წამყვანი ქვეყნების დამკვირვებლები, იმ ევროპიდან, ამერიკიდან, იქნება თუ ავსტრალიიდან, სადაც არიან ობიექტურები არ ვიცი და ნუ ამაზე მე ვიცი რომ მიმდინარეობს მუშაობა და მე ვფიქრობ ყველა დათანხმდება ამას იმიტომ რომ ეს სიალალე და ზუსტად ამ გულმა ქართულმა უნდა გაიმარჯოს და ამ გამჭირვალეობამ და აი ზუსტად ამ სიკეთე უნდა გაიმარჯოს მე ხლა ბატონ შალვასთან გადავალ კითხვით ბატონო შალვა ნუ ეს ღრმა და ძველი პრობლემებია ჩვენ გვახსოვს ყველაფერი და ხუნტაც გვახსოვს ყველაფერი და თქვენ თანამონაწილე ბრძანდებით ამ ყველაფრის და ეს ახლა არ ვარ დაწყებულა აი როგორ დაიწყო ეს უბედურება ბატონო შალვა იმიტომ ამ ყველაფერმა თქვენ ხელშიც გაიარა იმიტომ რომ უშუალოდ ჩემს წრე ხართ პატივცემულო ამ ყველაფრის და მე განა მარტო იმიტომ რომ ახლა რაღაც ისტორიული აი პარალელებიც ბევრია რა დღეში ვიყავით ხო ნამდვილად აი თუ შეგიძლიათ თქვენც რომ აი საიდან დაიწყო ეს აი ჩვენი უბედურება დამოუკიდებლობის შემდეგ აი ბატონო შალვა სასიამოვნო მოგესალმებით აღმოჩნდების მოგესალმებით ტელემაყურებლებს მე მცირედ შესავალს გავაკეთებ პირველ რიგში ნაბიჯები ეროვნულობის სტუდენტი ვიყავი პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის მესამე კურსის არჩენებული როგორც ყველა ჭეშმარიტად მოაზროვნე ქართველის სისხლსმა იჩქეფა თუ როგორ შეიძლება თქვა სისხლის ყივილი ვასე ამ ყივილი დავდილათ აი თბილისის მოვლენები ძალიან იმოქმედა და უბრალოდ გითხრათ სიმართლე ძალიან პოლიტიკურ თემებში არ ვიყავი გარკვეული უბრალოდ ჩემი ქვეყნის ბედი მაწვეხებდა და აქედან გამომდინარე დავწერე აკადემიური წამოვედი თბილისში მაგრამ ისეთი მდგომარეობა იყო მაშინ ანონსი მინდა გავაკეთო შინაარსი რაც მე იქ გზაში თბილისამდე და თბილისში თემები მოვისმინე რამე თუ აშკარად გამოჩნდა მხარეების შავი და ბნელი მხარე ქუთაისის მერიასთან მაშინ პრეფექტურასთან ასე ეწოდებოდა მაშინ სულიად უცხო ხალხს გამოვყევი თბილისში სტუდენტი ბიჭი 21 წლის ბიჭი და აი ქუთაისიდან თბილისამდე საკმაოდ 2-3 საათი გზა სჭირდებოდა ისეთი ინფორმაციები მოვისმინე მაგალითად ერთ მაგალითს მოვიყვანე ისეთი ამ დღესდღეობით სასახლეები არ არიან მაგრამ რისთვის ებრძოდეს ზუსტად გამსახურდიას უბრალოდ საუბარი ასე ამ გზაში მოვისმინე და საიდან იწყებოდა ეს ყველაფერი უბედურობა ქვეყნის
საუბარი შეეხებოდა ზვიად გამსახურდიას ლაძვას იმაზე ქთამი არა იყო. საში რაც მოვისმინე. აი სულიად სასაულია ხო? შექების მაგივრად ქთამი არა იყო, ეს საქმეს არ აკეთებს. სამაგრო სიგუა მაიღო ქთამი და ეს არის მაგარი კაცი, იმიტომ რომ საკაც აი ბოდიში აი საშინელი ჟარგონისთვის ლევად რაღაც გაგვიკეთა. შემდეგ მოვისმინე მათ კვლელები ჭირდებოდა, ნუ ეს ყველაფერი და მოვხვდი თბილისში, სადაც ეგრეთ წყალებში ინტელიგენცია, წითელი ინტელიგენცია იდგა. ჩემთვის საერთოდ ტელევიზორში ნახე ხალხი არავის არ ვიცნობდი აბსოლუტურად, მაგრამ ჩემი ყურით მოვისმინე, რომ უჭირდათ წინააღმდეგობა კანონიერ ხელისუფლებასთან და ვაჟა ადამიანი იყო წასული ერთ-ერთ რუსულ ბაზაზე, რათა ტექნიკა და იარაღი მოეტანა რუსული სამხედრო ბაზიდან. ეს ჩემი ყურითაც მოვისმინე და აშკარად გამოჩნდა მათი ბნელი მხარე და ეცადე რომ შეიძლება მალე დამეტოვებია ეკავრობა. შემდეგ მოვხვდი თბილისის აი ეგრეთ წოდებულ ბუნკერში, ბუნკერის შენობაში, სადაც კანონიერ ხელისუფლება გამაგრებული და აქედან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები, ასე რომ ვთქვათ, კანონიერ ხელისუფლების გვერდში დგომისათვის და დაცვისათვის. ნუ ახლა ყველა წვრილმას არ მოყვები ამ გავლენ მოვლენებს, ფაქტი ის არის, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება, რაც ხალხის მიერ იყო არჩეული და საქართველოს მოსახლეობის განურჩევლად ერისა უმრავლესობა თამთლიან ტერიტორიაზე განურჩევლად ერისა უმრავლესობა მაქსიმალურ უმრავლესობა ხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას და კანონიერ ხელისუფლებას, თუმცა არაცალეს განვითარების დაწყებაც კი. იმიტომ რომ მაშინდელი ეგრეთ წოდებულ წითელი ინტელიგენციას, რომელიც ჩემი აზრით მათი დიდი დამსახურება ეს საქართველოს გრევის თემა. მე ვფიქრობ პროკურატურაში ხარ ზუსტად არც საფეა შეცვლა ზუსტად იმ წითელი ინტელიგენციის შვილები და აი ეს რა თქმა უნდა მათი შტამპები არა, იმიტომ რომ მათთვის იყო აი რაღაცნაირად სუბუქი შემოსავალი აი ეს მარტივი ცხოვრება იყო მაგათთვის და ვერ ჯდებოდა ჩარჩოში რომ შემოსავალი გაქვს, არსებობა გაქვს, შენი განათლების დონა, შენი პროფესიიდან გამომდინარე უნდა ცხოვრობდე და იარსებო ისე როგორც შენ შეგიძლია ეს და მიაღწიო მაქსიმუმს თუ კი განათლება და აი პატარა კომენტარს გავაკეთებდი აი რაზე. აი მე ბავშვი ვიყავი და მაგრამ მახსოვს რომ აი მოჩალიჩე ესეთი იყო ლამაზად რომ მოიპარავდა კაცი და გაყოფა რო იცოდა ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ ფული როგორ უნდა გეშო 120 მაინც იყო ხელფასში ხო? ფული როგორ უნდა გეშო? ლამაზად მოპარვით და თუ არ იპარავდა აი მაგალითად ჩვენთან შემოდიოდა ხოლმე არ დამოიწყება ქალბატონი, რომლის ეხლა რა თქმა უნდა სახელი და გვარს არ ვიტყვი, მეუღლე იყო ზუსტად პროფესორი კაცი იყო და ფულს არ იღებდა და სულ ანძღავდა თავის ქმარს, რომ ეს ფულს არ იღებს. ეს არ იღებს, ეს არ არის მოჩალიჩე. სამწუხაროდ აი ეს ჩვენი ღირებულებების გადატრიალება მოხდა კომუნისტების დროს, იმიტომ ქართველი კაცი ღირებულებით ცხოვრობდა და მისი მთავარი ღირებულება იყო ღმერთი, მერე იყო სამშობლო, მერე იყო ოჯახი, ხო, კი ბატონო, მაგრამ ეს გადატრიალებული იქნა და იქ მოჩალიჩებს სუფრის თავში სვავდნენ, კაი ღიპიანები იყვნენ, კი ოლგები დადიოდნენ, ნუ ვიცით ხო და ეს შემოგჩა სამწუხაროდ ეს არის აი ეს განვითარება და ეს ზუსტად თერმად რომ აი ეს კომენტარი გავაკეთე, იმიტომ რომ 120 მაინცად ვერ იცხოვრებდი, მაგრამ სამაგერად ყველა იპარავდა ხო? მოჩალიჩე. ზუსტად იმის აღნიშვნა მინდა რომ აი ეს ზნეობრივად სუსტი ძალა შეიძლება დავარქვა იმ ხალხს სიბრალებში წითელი ინტელიგენციას. ტერმა ესენი გამოიყენა დასაპირისპირებლად, იმიტომ რომ ქართველი ერის უმრავლესობამ დაუჭირა დამოუკიდებლობას, თავისუფლებას დაუჭირა გამდარების ახალ ეტაპზე გადასვლას, სიცოცხლის დაწყებას. ეხლა სამწუხაროდ განათლება თქვენ აღნიშნეთ განათლებას კლავენ შეგნებულად რომ ნაკლებად განათლებული დედაენის ამოღება, იაკობ გოგებაშვილის ამოღება უკვე სიკვდილი არის ნახევრად ჩვენ. ნაკლებად განათლებული ადამიანი ნაკლებ წინააღმდეგობას გიწევს და განათლებული ადამიანი სწორ გზაზე და სწორ კითხვებს სვავს და სწორი შედეგიც უნდა მიიღოს და ამ განათლებას კლავენ, იმიტომ რომ ქართველმა დაკარგოს ალბათ ინტერესი, აი ეს კარგი გამონათქვამია, თუ გინდა კაცის განადგურება, მას გაულანძღე მშობლები, წარმოუჩინე კრიმინალებად და ასე და შემდეგ. ლაჩრებად და გამოიგებს ხმას, ჩემი წინაპრეთმოლა საკეთებია. აი ეს ხალხი ვინც გამოიყენა თავის დროზე მტერმა ეს რუსი დავარქვა თუ მიც იქნება ვის გამოიყენა კანონიერ ხელისუფლებას. მე რამდენად აი უბრალოდ იმას მე ვიცი რომ რუსები სალდათებიც კი მონაწილეობდნენ ნაწილობრივ. რა თქმა უნდა მანამდეც მივალ უბრალოდ მე ის მოყვების შესავალი გავაკეთე საერთოდ პირველ ჩემ იმიტომ რომ მე როგორ თქვა სიმართლე მიყვარს და თავიდან იმდენი ინფორმაცია არ მქონდა პოლიტიკური სტუდენტი ვიყავი ჩემი სტუდენტობა და მაწუხებდა მაგრამ ოდესღაც ქვეყნის ბედი ესე შემოდრიალდა ჩავერთე ამ მოძრაობაში და
მოამრავი ფაქტის შემსწრება ვარ, სადაც ჩემი თვალით, ჩემი ყურით რაც მაქვს ნანახი, აი ზუსტად მაგ მიმართულებით. როგორ ესე მე მინდა შევეხო კონკრეტულად რა მოიტანა კანონური ხელისუფლების დამხობა საქართველოს, ქართველი ერისთვის მთლიანად. ეს არ არის დღესო კარგად აღნიშნეთ, არსებობს კანონური ხელისუფლება, ლეგიტიმური ხელისუფლება, სამართალმემკვიდრე ხელისუფლება, იქ ხელისუფლება რომელსაც კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. არსებობს უზენაესი საბჭოს წევრები, რომელიც ხელის გულზე შესანახად მადლობა ღმერთს, ცოცხალი ყავს ეს ხალხი და მათი გადაწყვეტილება, მათი აი ეს რაც მიიღეს სესია ჩატარდა და მათი მიერ ჩატარებული არჩევნები იქნება ლეგიტიმური, რაც მოგცემს უფლებას ქვეყანას მისცემს, აი არ პიროვნებებს არა საუბარი. ბევრ შეიძლება ესმის დღეს 91-12 წლის გადატრიალების შემდეგ ისეთი შინაარსი მიიღო პოლიტიკური სფეროს არსებობამ. აი თუ რომელ პარტიაში ხარ რაღაც შემოსავალი რაღაც უნდა იყოს, კარგად უნდა იყოს. აქ ეროვნული ხელისუფლება ფიქრობს იმაზე, რომ ეროვნული ხელისუფლება კი არ უნდა იყოს, ქვეყანა უნდა იყოს კარგად. და ეს ინფორმაცია ხალხში ცოტა აზრი შერყეულია, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არ გაყიდულა. არც გზამზე, არც დაუთმია თავის სამართალმემკვიდრეობა და კანონური ხელისუფლების დამხობა მოიტანა ის, რომ განადგურდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ქვეყნის სტრატეგიული მიმართულება, განათლების, სამედიცინო სფერო, ინფრასტრუქტურა, აბსოლუტურად ყველაფერი, ფაქტიურად. და გადაეწყო პიროვნულ ინტერესებს, პიროვნულ არა საზოგადოებისა ხალხის ინტერესებს. რამაც გამოიწვია ოჯახების ნგრევა, ეკონომიკის განადგურება, ტერიტორიების დაკარგვა. შემდეგ პრეზიდენტის კვლელობაც, ემიგრაცია ნახევარ საქართველოს დაცლილია, როცა კარგად მოგვიხსენება, წეგნად საუბრობთ კულისებს, მიღმა იმდენად ეკონომიკური შესაძლებლობები აქვს საქართველოს პოტენცია, ქართველ კაცს არ ჭირდება სადმე წასასვლელად, ვინმე მოსამსახურეს დადგეს და იქიდან არჩინოს ოჯახი, რომელიც მარტო ოჯახის ჩენაზე არა, უბრალოდ ურთიერთობაც ცივდება. აი ინგრევა ოჯახი ფაქტიურად ურთიერთობა არ არის ის, რაც უნდა იყოს ადამიანებს შორის და ერთობა. რაც შეეხება დანარჩენ მოვლენებს, აფხაზეთის მონაწილეც ვარ 2008 წლის აგვისტოში იქაც ნამყოფი ვარ. ბევრი ფაქტი მაქვს, ახლა ჩვენ მე მინდა მოვასწრო ესეთი თემები შევეხო, რომ დღეს ახლა ერთ პიროვნებას ვახსენებ, გოგა ხაინდრავა, როდესაც პირველი პირი ბრძანდებოდა, ეს მარტო ლეგიტიმაციის აღდგენა იმდენ რაღაცას ნიშნავს. ეს ხაინდრავა ეხლა რომ გოგა ხაინდრავა მინდა, ხო, გიჟივით რაღაც ეხლა პარაკოს. აი მარტო ეკონომიკა არა, აქ ლეგიტიმაციის აღდგენა ნიშნავს შევარდნაძის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ კონსტიტუციის გაუქმებას, სადაც მოღალატეებრივი მუხლებია შეტანილი და საბჭოთა ლეგიტიმაციის აღდგენა ნიშნავს კანონური ხელისუფლების კონსტიტუციის აღდგენას, რაც აბსოლუტურად შეცვლის მთელ სტრუქტურას ქვეყანაში, აფხაზეთთან მიმართებაში, საბაჩაბლოსთან მიმართებაში, მოსახლეობის ძარცვასთან მიმართებაში, რაც გააკეთეს შევარდნაძის პერიოდში და რაც ეს თანხები არ გამქრალა, ეს მიითვისეს და დღეს თანხებით აქეთ შემოტრიალეს ქართველებს და ბანკში შეტანილი თანხების გაქრობის არის. ეს ყველაფერს ეხება ლეგიტიმაციის აღდგენა. აფხაზეთი ვახსენე და მინდა შევეხო ერთ პირველ საკითხს, პრეზიდენტის მეუღლის ვახტი მაშინ გოგა ხაინდრავა იყო, ზუსტად მითო ვახსენე გოგა ხაინდრავა პირველ პირად მოიგულებოდა აფხაზეთში და მოლაპარაკებებს დავდივით, რომ კანონური ხელისუფლების ძალები ჩართული იყო, იმიტომ რომ ახლა შევარდნაძემ დაიწყო იქ ომი და მოღალატეებრივი ომი დაიწყო ფაქტიურად აფხაზეთში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ აფხაზეთი ჩვენი ტკივილი არ იყო. როგორც სამაჩაბლო და ესე და შემდეგ გროზნოშიც ვახდით. გახდით, იქ მოგვარდა ასეთი საკითხი, საზოგადოების საკითხი არის დეტალებში რა. თუ გემახსოვრება და ცნობილი ფაქტია, რომ რუსებმა შექმნეს კონფედერაცია, ასეთი სამხედრო საჯარისო ნაწილი, სადაც იყო კავკასიის სხვადასხვა როგორც რუსები აგრეთვე ჩართული და ალბათ ყაბარდოელები, ჩეჩნები, უამრავი რაღაცა და ეს კავკასიის არც ერთ იმას არ ექვემდებარა, ეს ექვემდებარა თითქოს და კავკასიის იყო, მაგრამ ექვემდებარა პირდაპირ რუსებს. თუმცა ჩეჩნიის პრეზიდენტო ბატონო ჯოხარდულაევმა და ბატონმა ზვიადემ მოახერხა ის, რომ მათი მეთაური გაეჩერებინათ, იყო სიტყვიერი შეთანხმება, მე ვიყავი ამ პროცესის თანამონაწილე, გროზნოდან ჩამოფრენილები სახელდაგვარს შეგნებულად არ დავასახელებ, ამიტომ არა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი შევედით გოგა ხაინდრავასთან. იქ იყო ასეთი შეთანხმება სიტყვიერი, რომელიც დოკუმენტალურად უნდა ასახულიყო. მხედრიოს უნდა დაეტოვებინა აფხაზეთი 24 საათში ომი ჩერდებოდა აფხაზეთში.
ჯერ კიდევ სოხუმი ქართველების იყო და გუმისთამდე ვიყავით. თუმცა იქ რაც მანამდე დაიკარგა, ისიც მოღალატეებრივად დაკარგეს. ბევრი დუმ სამწუხაროდ თუნდაც ყარყარაშვილი, რომელიც ბრძანება გაცა უკან დახევის ჯარის ეშერის სიმაღლის დაკარგვაზე. ბევრი საკითხი აქვს თუ დავჭრმანდებით მაგასაც ვიტყვი. და ჩემ თვალწინ მოხდა ის, რომ ერთ-ერთი ხლებელი ვიყავი ამ შემთხვევაში ვახტი პრეზიდენტს წარმომადგენელს გოგა ხაიდრავა ურეკავს ედვარდ შევარდნაძეს, რომ ასე გვარდება ყველაფერი, მშვიდობა იქნება, ომი ჩერდება, არ ვიცი ახლა ვერ გეტყვით იმ არა უთხრა იქიდან, მაგრამ ეს რო გითხრა, სასწრაფოდ დაგვეტოვებია ეკეურობა და თანხმობა არ იყო, მასე ფაქტია. მე ამაზე ხაზგასმით იმიტომ შევეხი ამ საკითხს, რომ დღეს რომ მოგვიწოდებენო თითქოს არაბიზაციაზე უამრავ საკითხზე ეს კარგი ტემპით მიდის საქართველოს განვითარება, მოდი ადგეს ეს გოგა ხაინდრავა და ის სიმართლე თქვა, როგორ ჩააბარეს და გაყიდეს აფხაზეთი. და ეს ყველაფერი რაც მოხდა, აი ეს ყველაფერი ძალიან ისეთი უამრავი თემა კანონური ხელისუფლების დამხობამ გამოიწვია. და უამრავი ფაქტი შეიძლება მოვიყვანოთ ამასთან მიმართებაში და განვითარება არის ფასად. მე სულ ვიმეორებ ხოლმე რა, არც ინსტიტუტი მინდა, არც ტრასა მინდა, არაფერი არ მინდა, არც ელექტროენერგია არ მინდა, თუკი აი როგორც კომუნისტების დროს შვილს დამიხვირდავ და ტყუის ფულს მე გადამახტევინებ. არაფერი არ მინდა. თუკი ქართველობა კი ბატონო, ნუ ქართველობა ხო დაკარგული იყო ხა ადამიანი რო 24 თებერვალს იზეიმებ იმის და როცა შენი კოჯორის ბიჭები იგერ კვდებოდა და შენ აქ ზეიმობ და ყველაფერი შეკუყუმო რა ქართველობაზე ლაპარაკი. ქართველი კაცი შენ ტრაგედიის დროს ზეიმობდი და ეხა ნუ ეს კომუნისტებმა მოაწყეს ხო? განათლებას შევეხეთ და ისტორია ისე შეფუთეს და ძალიან ბევრმაც შინაარსიც არის ის დღესაც სამწუხაროდ რას ნიშნავს აი ზოგს არც ახსოვს კიდე კანონური ხელისუფლება იყო არსებობს ეს თემა სამწუხაროდ. ნუ მე არ ვიცი ახლა აი ბატონო ბაჩოვს კითხავს აი ახალგაზრდობას გარკვეულ ნაწილზე ვსაუბრობ. ეს უნდა იყოს ქართველი ერისმის ერთ-ერთი პირველი საკითხი ლეგიტიმაციის აღდგენა ჩათვალე რომ რეფერენდუმი თავიდან ჩატარდა. ჩათვალე რომ ვფიქრობ რომ ბატონ ზვიადის და მერაბიზე ყველა მიცის საქართველოში. ეგ კი, მაგრამ თვითონ შინაარსი ლეგიტიმაციის იურიდიულ მხარეს არა ეს მასე პატივცემულობა დაგენიზლავებით 70% კონსტიტუცია წაკითხული კი ჩახიდული არა აქვს. შეიძლება მეტის პროცედურა. ხო, მასე ლეგიტიმაციის აღდგენა ნიშნავს ანალოგს 1921 წლისა და 91 წლის 70-იანი წვეტილის სახელმწიფოების აღდგენას. 90 თქვა ღმერთმა ქნას რომ ძალიან მალე აღდგეს ლეგიტიმაცია. ეს ანალოგი იქნება 1991-12 წლის მოვლენებიდან იმ დღემდე ლეგიტიმაცია აღდგენა სახელმწიფოების, სახელმწიფოებრობა დამოუკიდებელი არ ქვია საქართველოს. ხელისუფლებების 80 აბსოლუტურად ედვარდი შევარდა დაწყებული ხელისუფლებები ემსახურება არა ქართულ სახელმწიფოს და არა ქართულ ძალებს, არა ქართულ ინტერესებს. სუსტად ამაშია ლეგიტიმაციის აღდგენა ძირითადად ჩრდილოეთის ინსტიტუტი. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის ინსტიტუტია, ფაქტის სახელზეა და უამრავი ფაქტი. რუსეთმა ვერ გაძღა რუსეთი ჩვენი ჯიჯგნით, ვერ გაძღნა ჩვენი აი არ ვიცი. აი გააფრებასაც ვიღუპავს აქ. ტერიტორიულ მთლიანობას. ნუ კონსტიტუციის აღდგენა დაწყებული რა თქმა უნდა, ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას. სამწუხაროთა ვინც დატოვა დევნილობაში ქვია ეს იძულებით წასულები ამ ხალხს აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობას იმდენად ვერ დავარქვევ დევნილის იმიტომ რომ ის უბრალოდ ერთი ტერიტორიიდან იძულებით საომარი მოქმედების გამო გადაადგილდა თავის ტერიტორიაზე მაგრამ ვინც დატოვა ეკონომიკისა და ცხოვრების არსებობისთვის საქართველოს და ზოგი ოკეანის გაღმა ზოგი ევროპაშია ნუ მოდებულია მთელ მსოფლიოს ისინი მართლა იძულებული გადაადგილებულები არიან ოჯახების შევსებას ნიშნავს ოჯახების აღდგენა აი ეს ნეობრის ღირსების აღდგენას ნიშნავს, რომ კანონის ქვეშ მოექცეს, აი ქართული შინაარსის ქვეშ მოექცეს, ეს კანონი ქაღალდზე დაწერილი კანონი არა, ის იყო ზვიადის კანონი იყო ქართველი ერისთვის ყოველი დღე წარმატების მომტანი და შინაარსი, ამიტომ განვითარებული, გამრავლებული იყო ყველა მხრიდან აბსოლუტურად, ყველა მხრიდან თავის სახელმწიფოს რესპუბლიკა ერქვა შენარჩუნებული იყო სახე, რომელსაც შუა საუკუნეებში ჰქონდა ქართველ ერს თავისი წონა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ეს ფუნქცია დაებრუნებინა. კი ბატონო. ამას ნიშნავს ლეგიტიმაციის აღდგენა. ბატონი ზვიადი იყო დიდი მეცნიერი. მე მაქვს ნანახი და მე ყველას მოგიწოდებთ რომ უყუროთ ეს ვეფხისტყაოსანზე საუკეთესო ლექციები. მანდვე ახსენებს მნიშვნელობას იმ სამწლიანი ჩვენი დამოუკიდებლობისა ბატონი ზვიადი, რომ ეს იყო უნიკალური ხანა და ეს უარ მოხდარიყო, ეს არ იქნებოდა.
და აქვე აი ძალიან სიღრმეებში მიდის და ვეფხის ტყაოსანს ხსნის ბრწყინვალედ და ამას აკეთებს 78 წელს ხალხო როცა ხალხს ხვრივდავდნენ. რა თქმა უნდა. რამდენი ციხე, რამდენი უბედურება, ნუ ცალკე მერაბ კოსტავას, ცალკე ბატონ ზვიაც არ ვიცი, შიმშილობა და რა ვიცი, აი რა არ გაიარეს ამ ხალხმა, ხო? იმის გამო რომ საქართველოს ყოფილიყო დამოუკიდებელი სუბიექტი. რომ საქართველოს გაემართლებინა თავის 3000 წლოვანი, რაც ხმლი და სისხლით გამოიტანა და სოფლიოს დაუმტკიცა, კაცო, საქართველოს რო 3000 წელი გვჩეხეს, რა ვიცი, მე მგონი არც არსებობს იმპერია ჩვენთან რომ ბრძოლა არ ქონოდა, დაწყებული რომიდან დამთავრებული მონღოლებამდე, აგერ რუსეთი, დღეს ჯიჯნის უკვე 2 საუკუნეა და ჩვენ სოფლიოს დაუმტკიცეთ ჩვენი ვაჟკაცობით, ჩვენი შემართებით, ჩვენი სიშმაგით, ჩვენი თავისუფლების მოყვარულობით და ეს რომ ბატონმა ზვიადიმ და მერაბიმ დააგვირგვინა და თავი გაწირა არა, ხო შეეძლო აი რაც თავარია ორმა და ზვიადი და მერაბი რამოდენიმე ათეულ კაცთან ერთად მარტონი იყვნენ მათ ჩვენ გავიგეთ 90-იან წლებში უკვე ეს არცი და ქართველ ერმა გაიგო ეს ინარსდორ ორი კაცი იბრძოდა რამდენიმე ათეულ კაცთან ერთად დიახ აკაკი ბაქრაძე ისე ჩამოსათმელ ხალხთან ერთად ამხელა წითელი იმპერია გადაიწვიეს მუხლებზე ფაქტიურად მათ არ ყოლიათ ჯარი მათ არ ყოლიათ 100-იანი მიტინგები მანამდე სანამ ეს უკვე შესაძლებლობა არ მიეცა ქართველებს აი მე მინდა ახლა ახალგაზრდა კაცს ვკითხო რამდენად ისწავლება საერთოდ ეს და თუ ლექტორები საერთოდ ბატონობაჩო ლექტორები საერთოდ ახსენებენ ამ ხანას არის ან რიგარეშე საუბარი თუ არის ვინ იყო ბატონი მერაბი ბატონი ზვიადი ან სკოლაში თუ გაგივლიათ ეხლა მე ისე დროს ცხოვრობდი მე ახლა არა ვარ დიდი 46 წლის გახლა ვარ და 11 წლის ვიყავი 91-ში და 99-ში 9 წლის 19-იანი ვარ და ჩვენ დროს პირდაპირ გავიარეთ და ამას აფერცოდნა არ ჭირდებოდა და ჩვენ ხელში გაიარა ესე ყველა ოჯახში ამაზე იყო ლაპარაკი და ეხლა როგორ არის აი ახალგაზრდები ხო ხართ ან აი სივცეთ რაღაც ან მეგობრობაში ან რაღაც ან ლექტორები ან რაღაც აი თუ წარმოაჩენენ ამ გმირებს ის საკადრისად როგორც მათ ეკუთვნით იმიტომ რომ ისინი ძალიან დიდი გმირები არიან კი ბატონო სამწუხარო რეალობა დღესდღეობით ის არის მოგეხსენებათ ქართული ისტორია და მით უმეტეს უახლესი ისტორია თითქმის განადგურებულია და თლიანად შეცვლილი არის სასწავლო პროგრამებში. რაც გამოწვეულია ისე და ისე იმით რომ არ უნდათ სიმართლის გაჟღერება არავის. ვინ იყვნენ და რა იყვნენ თუნდაც ბატონი ზვიადი და და რა ანუ გამრუდებულად ასწავლიან თუ უბრალოდ აყრუებენ ნუ ეს თითქოს არც იყო რაღაცა ან ორი სიტყვით რომ აი რაღაც მოხდა იქ მაგრამ ნუ ანუ ვიცით ვინ იყო პირველი პრეზიდენტი და მოუკიდებლობა მოიტანა მაგრამ კონკრეტული ფაქტებით როგორ შეძლო რა გაიარა ზოგადად არის სწავლა. რამხელა შრომა იყო ამას ჩადებული, რამხელა ბრძოლა იყო. უნივერსიტეტში ზოგადად ამ თემაზე საუბარი არის. დაკარგვის საფრთხე რო იყო და ბატონ აკაკი ბაქრაძეს იმხელა ღვაწლი მოუსთ მაშინდე სტუდენტობას რო გამოვიდნენ. ამაზე თუ არის ლაპარაკი თუ მე რატომღაც ამ ბოლოს ვატყობ რომ აი რუსეთი რომ აი ამ ენას გვართმევდა და რაღაცებს ეს რაღაც მიჩქმალეს. აი ბოლო რაღაც 6 წელი, 7 წელი უყურებ რომ საერთოდ აი კუთხეში მიაგდესო თითქოს ეს არც იყო. ნუ ეხა იქიდან გამომდინარე რომ ის გვეუბნება ქვეყნის მოძულე და მტერი რომ ბოდიშები მოუხადეთ თქვენ სისხლის სმელებსო ეხლა იმას ალბათ აწყობს ეგრე ხო? სკოლას რაც შეეხება მე მყავდა ძალიან კარგი ისტორიის მასწავლებელი რომელიც წიგნის გარეთ გვიყვებოდა ბევრი ისტორია. გაახარებს ღმერთი. აი ყველა ესეთ მასწავლებელს რა, იცოცხლეთ, გაიხარეთ, იბედნიერეთ, იმიტომ რომ ამას დიდ საქმეს თქვენ ვერ გააკეთებთ იმ პროგრამის გარეშე და მე ვფიქრობ კიდე აი ბატონობაჩო მე მაბატიეთ, აი პირველ კლასში რომ ბავშვი შემოვა და იაკობ გოგებაშვილი არ დახვდება, მე ყველა იმ მასწავლებლებს დაგლოცავთ, რომლებიც იაკობ გოგებაშვილს აუხსნით ვინ იყო იმ ბავშვებს და დაანახებთ, რომ იაკობ გოგებაშვილი იყო იმხელა კაცი, იმის ამოღებას ჩვენ არ გვაპატიებს არავინ, არც წინაპარი გვაპატიებს, არც ღმერთი და არც არავინ. განათლებას ვერ მიიღებენ უბრალოდ ბავშვები სათანადოს. მე ვფიქრობ, ქართულ გულს ვერ მიიღებ. გოგებაშვილი თუ არიცი, ილია თუ არიცი, შოთა თუ არიცი, ბესიკი თუ არიცი და აჟა არიცი, ქართულობა რა. მე არ მეგულება
სკოლის მოსწავლე, რომელსაც უყვარს ვეფხისტყაოსანი, მე არ ვიცი, მაგრამ როდესაც იზრდება იაზრებს რა არის ვეფხისტყაოსანი. და ეს გამოწვეულია იქიდან, რომ იმ პატარაობაში, იმ სკოლის პერიოდში მან გაიარა ვეფხისტყაოსნის ნაწილები და მომავალში ძალიან დიდ როლს თამაშობს ეს. ჩემთვის ყველაზე დიდი მწერალი ვაჟაა. ყველაზე მეტად მიყვარს და არ მესმის როგორ შეიძლება არ ასწავლოს სკოლაში ვაჟა ბავშვს და თუნდაც მისი რამე ნაწარმოები ამოიღო. იმიტომ რომ ვაჟა შეუძლია ცხოველების ენით ილაპარაკოს და ბავშვებს გააგებიოს ზუსტად სათქმელი და ზუსტად ესაუბროს მას იმ სოციალურ მდგომარეობაზე რაც იმ დროს იყო და რაც ახალ არის. ისე შეფარულად საუბრობს, რომ ქართველის გარდა თითქმის ვერავინ ვერ გაიგებს და იმიტომაც გაუძრო ამდენ ცენზურას და ამდენ ბუნების გამოსახვაზე ბევრად დიდია, მთლიანი კოსმოსი ვაჟა დიდი იყო, ძალიან დიდი იყო, მეგაც ჩემი უსაყვარლესი პოეტია, ნომერ პირველი საკრებში, შოთა რა თქმა უნდა უდიდესია. მე მთიული კაცი ვარ და ვაჟა ჩემთვის უპირველესია. ბატონო შალვა, მე კიდევ გითხოთ, თქვენ დროს როგორ იყო ეს სწავლებები? თუ შორის გაგიკვირდებათ და საკმაოდ მაღალ დონეზე იყო ჩვენ დროს ნებისმიერ ვაჟა აკაკი ბარათაშვილი გალაქტიონი არ ვიცი შინაარსი და თუმცა არა პატრიოტულად არა პატრიოტულად მაგრამ რაღაცნაირად ეს ვეფხისტყაოსანს სწავლობდი გალაქტიონს ვაჟას ილიას აკაკის შინაგანად გიდუღებდა სისხლს და შემართებული იყავი და ზუსტად ანალოგიების მიუხედავთ იმისა რომ აი სახსნები არ იყო შინაგანად ესე გავსებს შინაგანად გავსებდა ეს ყველაფერი წარმოუდგენელი სხვა აზრი გაგიჩნდა რა თქმა უნდა და მე ისე თქვა მინდა რა ნებისმიერ თემას რა თემასაც არ უნდა შევეხოთ ყველა თემა მიგვიყვანს საწყის წერტილთან ათულა ეწყება ნულიდან არც ვერ იქნება როდესაც კონსტიტუციაში შეთანხმების ჩაიწერა 2003-4-ში აღარ მახსოვს 91-12 წლების ბოლომდე კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალება. კრიმინალური გადატრიალება. ჩაიწერა, ჩაწერილი რაც ფაქტი. ხუნტა ეგ. აქედან გამომდინარე შინაარსი კრიმინალებება, ვინც გადაატრიალა, სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს. თავი თითქოს და დაიკანონებს ჭყალებში. და ის მორალს როგორ გასწავლის შენ მაგარი ისტორია გაქვს რომ მაგარი ქვეყანა გაქვს მაგარი კაცი ხარ და შენ თუ მაგარი ხარ მაშინ ამას არ აიტან და იმას შენ რა გინდა აქ ხო შენ ეს ანალოგიურია ელემენტარული რაღაცაა აი არსებობასთან და ნებისმიერი საკ გინდა სამედიცინო გინდა ინფრასტრუქტურა გინდა განათლება აი პოლიტიკური ირგული ისეთი რაღაცები ხდება ჩვენს ირგვლივ მარტო ჩვენ ხوار ვართ ამ ქვეყანაზე ირგვლივ ძალიან რთული თემები მიდის ჩვენს ირგვლივ ხო აი ყველაფრის უნდა იყოს სტრატეგიულად ეკონომიკურად პოლიტიკურად ყველაფერი მიდივართ იმ წერტილთან რომ კანონიერი ხელისუფლება რომელიც ფიქრობდა მოდი ასე ვთქვა პირდაპირ ხელისუფლება რომელიც ხალხმა აირჩია და ფიქრობდა ქართველი ერის ზნეობრივ ღირსეულ მომავალზე ის დაამხეს თუ არ აღსდგა შესაბამისი სტრუქტურა და ისევ ის ხალხი კონკრეტულ პიროვნებაზე აი ეროვნულად მოაზროვნე ხალხი არ იყო ქვეყანას სათავეში ვერასოდეს ეს პრობლემები ვერ მოგვარდება რამე თუ ლომის და კატის არ იყოს თავის შვილს ხوار დაიჭერს თავის იმწოს ხوار მოჭრის რომელსაც თვითონ ზის მე ერთი რამე მეუცნაური ეს მოდიში აკაკი ერთი მოდიში გიხდი ქართველი ერი ალბათ შეახსენოს როგორც თქვა 90-იან წლებში ზვიადიმ შეახსენა ყველა შეგვახსენა მოდი პირდაპირ ვიტყვი ყველა შეგვახსენა ჩვენი ფუნქცია ქართველობის ფუნქცია თავისუფლება ჩვენ დავიწყებული ქონდა ეს და ვიყავით კარგი ლენინელები და ეს რაღაცა და იქ რაღაც კარგი ინჟინერი ინტერნაციონალი ხალხი რაღაცა ეს შრომის მედალს ჩამოგიდებდნენ და ეს იყო რაღაც ნუ აქ აზროვნება თქვენ გახსოვთ ალბათ ხო იმაში ჯარშიც რომ მიდიოდნენ დიდი ნაწილი სტროიბაში მიდიოდა ანუ სამშენებლოში რომ ისე ჩამოგვიყვანეს რომ ქართველ კაცს რომ იარაღი არ უნდა აი წარმოგიდგენიათ რომ ქართველ კაცს რომ იარაღისკენ არ უნდა თავისუფლებისკენ მქონდა მიდრეკილება და აი იმ წესრიგს ვერ ვუებოდით და ვირჩევდით ამას სხვადასხვა მე გამომაგდეს საკმაოდ ისეთ სერიოზულ ნაწილში ვიყავი და გამომაგდეს იქიდან დამორჩილებლობის გამო ესეც გავლი კომკავშირი და იქ გამრიცხეს და ბელარუსიაში. უბრალოდ ყველა ნებისმიერი მიმართულებით, ასაც არ უნდა ვისაუბროთ, მიდივართ იქ რომ
ისტორიას ჩვენი ისტორია ესეთია რომ აი სულ ბრძოლებში მოვდივარ და გადატანილი გვაქვს ყოლია სამწუხარო ცუდი მეფეებით და შემდეგ კარგი მეფე მოსულა და გაუგრძელებია ეს ქართველობა არა ერთი მაგალითი ანალოგიურია უბრალოდ სხვა ეპოქაა და სხვა დროა და თუ ღირსება არ აქვს ადამიანს სნეობა არ აქვს ადამიანს დამთავრებულია აი შედარებას მოვიყვან ახლა ეკონომიკური მხარე მაგრამ გინდა არ გინდა ჭირდება ეკონომიურად ხო რაღაც ხელფასი ნორმალურია ქართველი კაცი მით უმეტეს სტუმართ მოყვარე ქართველი მილიონების წაღება შეიძლება სახლში დადო შედალოცულო და 20 ლარს უმატებ სირცხვილია ბოლო რა ეხლა რამდენიმე დღის წინ მოვისმენე ხო და ზუსტად ეგ მინდა კითხო მრავალშვილიანებს ქუთაისში ერთ-ერთი საკრებულოს წევრი ვიცნობ საიდან მოდიან ეს უსირცხვილოები ან ჯიგარი არა ან ოჯახში არ ასწავლეს ან ქვეყანა არ უყვართ ან მართლა ილია ვაფშე საერთოდ ანუ რაღაც სიწმინდე რაღაცა ხომ ხმა პრობლემას უყურებ ჩემი გადასახედა ეხა ეგ მინდოდა მე კითხავ სუბიექტური აზრია ადამიანი აი როგორც დათაეუნება ეს დათასეუნება ეს შენ ოჯახის გარეთ ოჯახის სახე ხარ და ქვეყნის გარეთ ქვეყნის სახე ხარ ნებისმიერი პიროვნება არის მისი ოჯახის სახე პირველ რიგში როცა გამოდის საზოგადოებაში და მე უფრო ხებათ სამწუხარო და მყინეულად მით უყურებ ამ თემას რომ სად გაიზარდა ეს ხალხი რა ატმოსფეროში რომ აი ნერვი არ გეტოკება ნერვი რომ გული ხო უნდა გტკიოდეს გული უნდა გტკიოდეს ღმერთი გვასწავლის გული წმინდა დახბა და შეთანხმდა და სულის ფელი განმიეხო გვამსა ჩემს იქ არ არის ხერცი ხელი ფეხი თავი ახსენებ გული და სული ადამიანი ამ ქვეყნიდან ხო არაფერი არ მიგვაქვს აბსოლუტურად რაც უნდა ოქროზოდები გქონდეს ამ ქვეყანას არავის არ გვატნევს ნამცეცი მაინც რაღაც დილობის და ღირსების რაღაც ნამუსი რომ გამოვიდა ტელევიზია რამდენიმე დღის წინ უყურე 10 ლარი მოუმატეს მრავალშვილიანებს 10 ლარი სირცხვილია უბრალოდ 10 ლარი ნახევარი დღის საზრდოც არ არის თვითონაც მრავალშვილიანი ოჯახისთვის ხო 10 ლარად რომ იცოდეთ უკვე აი მარგის 5 პურს ვეღარ იყიდით და რატო არის ასე დღეში ქართველი კაცი მე 90 წელი მე გეუბნებით სტუდენტი ვიყავი ოჯახები ძლიერი იყო სხვადასხვა მიუხედავად იმისა კომუნისტები უკვე მიდიოდნენ მაგრამ ნუ ეკონომიკურად ზედმეტნაკლებად ძლიერი იყო ოჯახები ფეხელი სამსე იყო და ეს ხალხი დაიძრა ამ თავისუფლების დასაცავად და ზვიადის გვერდში დასადგომად და ნუ მიტინგები და უამრავი რაღაცა და 9 აპრილის გადავიტანეთ და შეეწირა კიდევაც და ეს ჩემის აზრით შეგნებულად გაკეთებული ჩვეულებრივი პროგრამა ამათი რომ ეს ეკონომიკურად გაძარცვონ საზოგადოება რომ ქართველი კაცის გინდა არ გინდა შინაგანი სისხლის ხივილია ესეც რომ ოჯახი მისთვის ერთ-ერთი ზე აღმატებულია სიწმინდია და ეს უნდა იყოს ცოტა მოგვარებული. თუმცა სამშობლო უფრო დიდი სიწმინდეა. უკვე აი ხელა დროს გართმევს საკეთო სამშობლოს ვეღარ იცლი, იმიტომ რომ აგი ოჯახი გრჩება, გამიგე, აი ცოლი, შვილი რაღაც გრჩება, მტერი მოყვარე, ქართველი ხალხი ვარ და ამას გართმევს, ამ დროს გართმევს, დროს იპარავენ, ყველაფერს იპარავენ, გასმით? რომ შენ ვერ მოიცალო ამ დიდი საქმისთვის, უკვე ქვეყანას ახლა ერთმან უკრას თუ ოფიციალურად მოგვადგა, როგორც არაერთხელ მომდა რა უკვე დატოვებ ოჯახს და გაიქცევი შეაკლავ თავს, მაგრამ მანამდე რომ ეს არ მოხდეს და ბაზა იყოს იმისი რომ უკვე თავდაცვის სისტემა სამხედროზე არ ვლაპარაკობ ყველაფერნაირად ეკონომიკურად პოლიტიკურად თავდაცვის სისტემა მქონდეს სახელმწიფო სტრატეგიულად მქონდეს შემოშობილო მეზობელთან ვლაპარაკობ არა მონისახეთ არამედ პირიქით თანაბარ დონეზე და ჩემი მხარე დავიცვა ბოლო ამის საშუალებას არ გაძლევ რომ შეეწინა ქართული კაც არა შეწინააღმდეგების უნარი წაართვეს რა მიგე აი წინააღმდეგობის უნარი თუნდაც ელემენტარული რაღაც ახლა საუბრო აი გუშინ საუბრობდით ხო არაბი სემს აგერ შუარუსტაბელზე ქართველს ხალხი მიდის და რეაქცია რა აქვს ესა უბედურება ეს არის არ ვიცი რა მნიშვნელობა არამია თუნდაც ქართველს გამზადებად ხომ მაინც მიხვიდებ შიდობით ჩამოსაგდებად მაინც ხომ მიხვიდე ელემენტარული რაღაც მიხვიდე კი არა იმ არაბს თავის ადგილი უნდა მიუჩინო და ეს ყველაფერი აი ეს მარტო ახლა კი კრიმინალი იყო დავით აღმაშენებელმა აგრძალა უამრავი რაღაც ჯარში მაშინაც იყო ხო თავისთავად და რუისობრივი სიტყვა სადიაცო კაბას ჩააცმევდაო რა თქმა უნდა ეს ყოველთვის საზოგადოება როგორც სახელმწიფო გიწყობს ამაში ხელს და პირიქით ხელს გიშლის და ზნეობა დაიცვა და უზნეობას უწყებს ხელს ესა კატასტროფა რა თქმა უნდა მე უბრალოდ რა ისე თქმა მინდა უყურეთ აი რა ბოროტი რა ბოღმა უნდა იყო რომ წანისველი გაყიდო და რა ვიცი აი როგორი ის რაც უნდა მართლა ტყეპარკად კონდეს რაღაც აი ახალგაზრდებისთვის შემონახული რაღაც აი გალამაზებული სივრცე სადაც აი უნდა იყოს გიდები რომელიც ამას ახსნიან აი ეს აქ დიდებული ხალხი და აი ესე დავიცავ ერი უნდა იყოს საკუთარი ერი ხო მაგრამ აი მე ვერ ახვდები აი ასეთ ბოღმას
აი ესეთ ბოროტებას, აი ესეთ არ ვიცი მე, აი რა გულგრილობა, არა გულგრილობა რა, მიზან მიმართულად შენი ერის გაბაიბურება, აი საიდან მოძდით ამ ხალხს, ანუ მართლა ფულშია ყველაფერი. პრეზიდენტს საუბრობს და ნუ კანონმდებლობა პრეზიდენტს უსახსენებს ვიადგავს ხელმძღვანელი ნორმალ პრეზიდენტი მის მიერ აღოლი საქართველოს დარწმუნება მithumedes კანონიერი და პრეზიდენტს უზად ხელფასში შესთავაზდეს უარი განაცხადა პრეზიდენტმა ციგნები ქონდა გამოშვებული და ჰონორარი მეყოფა აი ამდენად სიაღმატებული და იყო პიროვნება რომ იქ ამიტომ იყო ის წმინდა რომ აი საკუთარ მატერიალურზე არ ის მას ქონდა სულიერი აზროვნება და ეს ყველაფერი დატოვა, მადლობა ღმერთს, ისე გააკეთა სხვადასხვა ძალიან ბევრი მესმის, სხვადასხვა თანამებრძოლები შეიძლება დავარქვათ, ვინც იმ რიგებში იყო იმათგანაც, რომ რაღაც შეცდომები ნამდვილად არ დაუშვია ზვიადის, უშეცდომ არავინ არა. წმინდანებზე წაში არიან, ეს ფაქტია, მაგრამ გინდა პოლიტიკური, გინდა სამხედრო, აი, ყველა ნაბიჯი გაქვს. ნუ ეხლა ეს ორი ადამიანი იყო პატივცემულო ფენომენი, ეხლა მე არ ვაპირებ ის იმას, იმიტომ რომ ეხლა ეს მე რა ისე რა ქვია მერაბ კოსტავა და ბატონი ზვიადის რაღაც ორი ფენომენი იყო ხა ესე შედარებებით მასე ილიასაც ვერავის ვერ შევადარებთ ხა ჩვენ მაგრამ მეტნაკლებად მე იმას ვიძახი რომ ეხლა მეტნაკლებად ბოროტებას ანუ ის შემდეგი პრეზიდენტები ახ შევარდნაძე არა მაქვს ხედველობაში იმიტომ რომ რაღაც ძალიან ისეთები ისე ჩაახშვეს ყველაფერი და ხალხს რო 23 ადამიანს რო მიტინგზე დაცხრილავდა ხმას არა მოიღებ ეს არ გეპატიება ერთ მაგალითს ბოდი შეგაგე მეტნაკლებად უკეთესები იყვნენ მოდი ესე ვიტყვი რა მეტნაკლებად აგაგე ბოდიში ერთი რაღაც მაგალითგან ბოდიში ერთი ისა აი ზუსტად შევარდნაძე ახსენე და თუნდაც აი საქართველოს აქცევა საიდან იწყება და რა მოულოდნელად 3 წუთი დაგვრჩა და ბატონსაც მინდა ერთი აი ერთ რაღაცას ერთ ფაქტს მე თვითონ მივიღე დავალება და სერიოზული თანხა ჩავიტანი აფხაზეთში ქართველისგან გვეყიდა ტყვიაწამალი იარაღი და გვესროლა მტრისთვის 5 მილიონი რუსული მანეთი ჩავიტანი საკმაოდ დიდი ფული იყო როცა გზაში სადაც ღამე გავათი შემთავაზეს წამსვ დამეტოვებია საქართველოს სახლი კარი მანქანა ყველაფერი რესტორანი ყველაფერი მექნებოდა მე ჩავიტანე სოხუმამდე როდესაც მეტი მოღალატე ნუ უამრავი თემა არსებობს იმიტომ რამდენად მოღალატე იყო შევარდნაძის რეჟიმი და მათი მიმდევრები დღემდე ლეგიტიმაცია მიხაკო ხელაშვილი რავი თავის ბავშვის მეგობრებმა ერთი სულ ნახევარწუთს საქართველოს და ახალგაზრდა გააგრძელოს საუბარი ერთი რაღაცის თქმა მინდა ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ვინც თავის თulis რო ქართველი ან ეს პოლიტიკური სუბიექტი შექმნა იმისათვის რომ რაღაც პოლიტიკური ნაბიჯი გადადგეს ქართველების კეთილდღეობის და მას ლეგიტიმაციის საკითხი მეორე ხარისხოვანად აქვს ვერან ვერ დამაჯერებს იმას ქართველებისთვის კარგი უნდა ეს იმდენად იურიდიული საწყისია ნუ ამაც ერთ არაქტერი შვიდობიანი აი არავის არ აუღიარებია შვიდობიანად ლეგიტიმაციის საბურძურზე ქვეყანა მიიღო საბათალ მემკვიდრეობა და გაგრძელდეს ქვეყნის აღშენებლობა როგორც ქართველებს ეგების ისე ვინც ამას არ ეთანხმება უნდა გავიხსენოთ ერთმანეთი გვიყვარს და ჩვენ გვიყვარს მაგრამ ჯერ ჩვენ გვიყვარს მერთი სამშობლო და მე გვიყვარს დანარჩენი ბატონო შალვა აი ბატონო ბაჩო რამე სხვა დაამატები ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდა ერთ სიტყვი უცებ რომ ქართველიერი ერთმანეთის საჭმაში უდა ძალიან კარგები ვართ სულ ერთმანეთს ვემტერებით მაგრამ დროა რომ გავერთიანდეთ დავდგეთ ერთად იმიტომ რომ მტერი საერთო ყავს და ერთმანეთის გვერდზე ვიომოთ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რასაც ვიმსახურებთ და ქართველმა ერმა იცხოვროს ისე, როგორც იმსახურებს. არა, ქართველმა ერმა ნამდვილად ანუ წარმოგიდგენთ ახლა 3000 წლის ქვეყანა და არ არის პერიოდი, რომ არ გვეომა ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ახლა ესე თავისუფალ მებრძოლ ხალხს დამოუკიდებლობას წაართმევს მე ვფიქრობ, რა ვიცი, სოფლიო კატასტროფაა ალბათ. მოკლედ სალაპარაკო პატივცემულო მაყურებლობო ძალიან ბევრია და ჩვენ კი დროში ვართ შეზღუდულები. მადლობას მოგახსენებთ რომ გვიყურებდით, ჩვენ შევხვდებით მომავალ ოთხშაბათს 5:30-ზე, მანამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად.